გასარავით მე იოსებ ზახაშვილი ტელეკომპანია ეკომედია ბაზალეთის წვის ჟურნალისტი მოგიყვებით ახალამბებს და გაგაცნობთ ბაზალეთის წვის შესახებ რომელიც სულ ძალიან ბევრ ადამიანს საინტერესოს ბაზალეთის ტბა ულამაზესი ადგილი თოვლით დაფარული გარემო და ასევე ულამაზესი ბაზალეთის ტბა როგორ გაყინული ადგილია მით უმეტეს ბაზალეთის ტბა ზამთარში კიდე ჩუმია მაგრამ ზაფხულში ძალიან უფრო მეტად მხიარულია და ასევე ჩიტების და გალობაც კიდე ბევრად უფრო ლამაზად ქმნის ბაზალეთის ტბაზე არ არის მარტო ლამაზის ხედები აქ არის ეკოლოგია, დაცული ბუნება, ეკოსისტემა მით უმეტეს და ზუსტად ჩვენი ტელევიზია TV Bazaleti Lake ტელეკომპანია ეკომედია ბაზალეთის ტბას იმიტომ დაარსდა რომ მოგაწოდოთ ეკოლოგიური ამბები, მოგაწოდოთ ახალი ამბები ბუნებასთან დაკავშირებით. ჩვენი ტელევიზია მეგობრებო არ განიხილავს პოლიტიკას, არ განიხილავს რელიგიურ თემებს და კიდევ მინდა გითხრათ რომ ტელეკომპანია ბაზალეთის ტბა ChatGPT-ია დაფუძნებული ჩვენ ხელოვნურ ინტელექტში, რომელიც იქიდან რა შეგიძლიათ გვესაუბროთ და მიიღოთ სანდო ინფორმაცია. გახსოვდეთ რომ გარემო დავიცვათ და მით უმეტეს ბუნება. აი, მინდა განახოთ სოფელი მლაშე, რომელიც ულამაზეს ადგილს ქმნის კავკასიონის ხეს გადმოყურებს და ასევე ბაზალეთის ტბას. თქვენ კარგად ხედავთ კადრში, როგორ ლამაზი საუკეთესო ხედებით იშლება. კიდევ მინდა გითხრათ რომ ულამაზესი გარემოა აქ კი გაყინულ დადგევარ მაგრამ ზუსტად ახალი ამბებით შემოგთავაზებთ ძალიან ბევრი ტურისტი ზაფხულობითაც თუ ზამთრისაც ჩამოდის დასასვენებლად მით უმეტეს და ასევე ულამაზესი გარემო ულამაზესი ზეცა რომელიც ბაზალეთის ტბას ლამაზ ადგილად ქმნის გაგაცნობთ ახალ ამბებს ჩემი კოლეგა დაჩი ბერძენიშვილი მეგობრებო, მე ვარ დაჩი ბერძენიშვილი, ტელეკომპანია და ტელევიზია ეკომედია ბაზალეთის ტბის ჟურნალისტი. დღეს ვართ ბაზალეთის ტბაზე და არის მთელი ტბა მოყინული ყინულით. და ესეთი ლამაზი ბუნება და თოვლის გარშემო არის მზიანი ადგილი, არის ბუნება და ბევრი ტურისტი და აქ მაცხოვრებლები მოდიან სანახავად და სატარებლები და ზაფხულში კი საბანაოდ. TV Bazalეთის გაგრძელებას მუშაობს სწორედ. ეხლა ამით სპორტს გაგაცნობ ჩემი კოლეგა იოსებ ზახაშვილი. ეხლა მინდის პროგრამას გაგაცნობ დასავლეთ საქართველოს და ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. მით უმეტეს ბათუმში იქნება +11 გრადუსი დღისით მოსალოდნელია მზიანი ამინდი ფოთში მოსალოდნელია +10 გრადუსით იქნება მზიანი ამინდი ქუთაისში +8 გრადუსი და მოსალოდნელია მზიანი ამინდი ასევე ზუგდიდში ოზურგეთში +9 და +8 გრადუსი მოსალოდნელია მზიანი ამინდი აღმოსავლეთ საქართველოში რაც შეეხება თბილისში გადავინაცვლოთ თბილისში +4 გრადუსია მოსალოდნელი და ღამით იქნება -1 გრადუსი ყინვა ასევე დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფელ მლაშეში ბაზალეთის ტბაზე მოსალოდნელია დღისით -2 გრადუსი უпроსტად და ღამით მოსალოდნელია -6 გრადუსი ძლიერი ყინვით ასევე მოსალოდნელია თელავში +3 გრადუსი და ღამით -1 გრადუსი იქნება გუდაურში უпроსტად -5 გრადუსი იქნება ღამით და დღისით იქნება -2 გრადუსი მოსალოდნელი ყინვა ასევე მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელი იქნება ძლიერი თოვლი ზღორებს კი მოუწოდეთ რომ იყონ ფრთხილად და გამოიყენონ ჯაჭვი რომ არანაირად ავარია გაზიანება არ მოხდეს რას მადლობა რომ გვიყურეთ ეს არის ტელეკომპანია ეკომედია ბაზალეთის ტბა თქვენს გვერდით დავისვათ გარემო და ერთად განვავითაროთ ბუნება ხოლო შეგეხსენებთ 2026 წლის მაისიდან ტელეკომპანია ბაზალეთის ტბა იწყებს ეკოკრიმინალ ექსპერტ გამოძიებას რომელიც უკვე ბუნების დანაშაულებზეც კი გადავალთ და მით უმეტეს დავისვათ გარემოს ნახვამდის